საბანკო სექტორის მოგება კვლავ ზრდის ტრენდშია. იანვარ-სექტემბერი ბანკებმა 2 მილიარდ 400 მილიონი ლარის მოგებით დაასრულეს. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მაჩვენებელი თითქმის 5%-ით არის გაზრდილი. მომგებიანი ბანკების პირველ სამეულში სისტემური ბანკებია, მოგებაზეა მიკრობანკა, ცოტა ხნის წინ ტრანსფორმირებული MBC და კრისტალიც. ციფრული სამი ბანკიდან კი მომგებიანობას მხოლოდ პეივი აჩვენებს. გაზრდილია ქართულ ბანკებში დეპოზიტების პორტფელით. სექტემბრის მონაცემებით ბანკებში 65 მილიარდ 600 მილიონი დოლარის ანებრებია, რაც ერთ თვეში 2 მილიარდ 600 მილიონით გაზრდილი მაჩვენებელია. წლიურად კი თითქმის 14%-იანი მატებაა. მცირედით გაზრდილია ლარიზაციის კოეფიციენტი და 50.8%-ს აღწევს. ვადიან დეპოზიტებზე კი საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 7%-მდეა. ჯორჯია კაპიტალი ჯანდაცვის სექტორის პორტფელს აფართოებს. კომპანიამ უკვე გააფორმა შეთანხმება გორმედის რეგიონული ქსელის, სამი საავადმყოფოსა და კლინიკის შესაძენად. როგორც ჯორჯია კაპიტალის ანგარიშში წერია, ხელშეკრულება 25 ოქტომბერს გაფორმდა და ტრანზაქციის დასასრულებლად მხარეები მარეგულირებლის დასტურს ელიან. იქვე ნათქვამია, რომ გორმედის შეძენის მიზანი შემოსავლებისა და ეფექტიანობის გაზრდაა. მთლიანობაში შესყიდვის შედეგად ჯორჯია კაპიტალის ჯგუფის ჯანდაცვის სერვისების ბიზნეს გააფართოებს თავისი საქმიანობას გორში და მის მიმდებარე ტერიტორიებზე. რეგიონულ და საზოგადოებრივ საავადმყოფოებს კი დაემატება დაახლოებით 80,000-მდე ამ კლინიკებზე მიბმული პაციენტი. სიდიდით მეორე რუსული ნავთობკომპანია ლუკოილი საერთაშორისო აქტივებს ყიდის. მიზეზი გასულ კვირას ამერიკის შეერთებული შტატების მიერ უკრაინის ომის გამო რუსეთის უმსხვილეს ნავთობკომპანიებზე ლუკოილსა და როზნეფტზე დაწესებული ფინანსური სანქციებია. სანქციების თანახმად სრულად დაიბლოკა ორივე კომპანიის აქტივები შტატებში, რაც ამერიკულ კომპანიებს ამ რუსულ კომპანიებთან ნებისმიერ გარიგებას, მათ შორის ფინანსურ ტრანზაქციებსა და აქტივების გადაცემას უკრძალავს. რუსული ნავთობკომპანიების წინააღმდეგ სანქციების შეერთებული შტატების გარდა ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა ერთმანეთის მიყოლებით გასულ კვირას დააწესეს. საქართველო უკვე მესამე წელია ტრადიციულ ყოველწლიურ კონფერენცია e-commerce-ის დღეს მასპინძლობს. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ღონისძიება უკვე იქცა პლატფორმად, რომელიც საერთაშორისო და ლოკალურ ბრენდებსა და ინდუსტრიის წარმომადგენლებს ერთ სივრცეში აერთიანებს. წლევანდელ ღონისძიებაზე, რომელიც 31 ოქტომბერს გაიმართება, სფეროს წარმომადგენლები ისაუბრებენ სექტორში არსებულ სიახლეებზე, გამოწვევებზე, ინოვაციებსა და სამომავლო გეგმებზე. კონკრეტულად რა მიზანი აქვს კონფერენციას და როგორ უწყობს ხელს ღონისძიება გლობალური პარტნიორების გაღრმავებას და ახალი პროფესიული კავშირების დამყარებას. ჩვენ სტუმართან ონლაინ კომერციის ასოციაციის პრეზიდენტთან ლევან მოლაშვილთან ერთად ვისაუბრებთ. რა თქმა უნდა, ჩვენი სასაუბრო თემა იქნება ზოგადად ჩვენს ქვეყანაში ელექტრონული კომერციის განვითარების ტემპები და პასუხი გამოწვევებზე, რაც პოსტპანდემიურ პერიოდს უკავშირდება. მოგესალმებით ბატონო ლევან, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. რა თქმა უნდა, საუბარი დავიწყოთ 31 ოქტომბრის ღონისძიებით. e-commerce-ის დღე, რომელიც წელს უკვე მესამედ იმართება. რა იქნება წელს ახალი, რა მოლოდინები გაქვთ და რა არის წელს მთავარი გზავნილი? მოგესალმებით, მადლობას გიხდით პირველ რიგში სტუდიაში მოგზაურობისათვის. მე გახლავართ e-commerce-ის ერთ-ერთი ექსპერტი, შეიძლება თვითონ თქვა ჩაითვალოს, თუმცა რაც შეეხება 31 ოქტომბრის ღონისძიებას, ეს არის e-commerce ასოციაცია საქართველოს განხორციელებული ძალიან კარგი შესანიშნავი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ონლაინ კომერციის გაფართოებას ზოგადად და დაკავშირებას, ინფორმაციის გადაცემას e-commerce-ის წარმომადგენლებსა და უბრალოდ მოსახლეობას შორის, იმისათვის, რათა გაიზარდოს e-commerce-ის წილი ზოგადად და ცნობადობა e-commerce-თან დაკავშირებული. ასევე ეს ღონისძიება მიზნად ისახავს, რომ პრაქტიკულად ახალი ტრენდები, გამოწვევები, რაც არის e-commerce-ში, გააცნოს ადამიანებს, იმისათვის, რათა კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდეს და ჩაერთოს თვითონ თქვათ ამ მიმართულებით. კი ბატონო, კონკრეტულად რას მოიცავს დღე, რომ გითხრათ, ანუ ღონისძიებები და აქტივობები, რაც რეალურად იქნება ხელის შემწყობი e-commerce მიმართულებისთვის ჩვენს ქვეყანაში? დიახ, საკმაოდ ბევრი საინტერესო წამყვანი ადამიანი არის თვითონ
თვითონ ვთქვათ, ანუ მოწვეული როგორც საერთაშორისო ბაზრიდან, ასევე ლოკალური ბაზრიდან. ძირითადი მიმართულებები გახლავთ თანამედროვე ტენდენციებზე, ისეთები როგორიც არის გადახდების ნაწილი თვითონ ხელოვნური ინტელექტის ჩართულობა e-commerce-ის თვითონ ვთქვათ, ანუ მიმართულებაში, ეგრეთ წოდებული Amazon-ის სერვისები, რუბლოვანი სერვისები, მსოფლიოში საკმაოდ ცნობილი მიმართულება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ეს e-commerce-ისთვის და საქართველოსთვის გარკვეულწილად შეიძლება სიახლეთ შეიძლება ჩავთვალოთ. ამ ინფორმაციის გაცნობა ამ დღეს იქნება ინგლისურენოვანი კომუნიკაცია, ასევე ქართულენოვანი კომუნიკაცია. ეს ღონისება გათვლილი არის ფართო მასებისათვის, არა მხოლოდ ქართულენოვანი, არამედ სტუმრებისათვის, რომლებიც მოწვეულნი არიან პრაქტიკულად მსოფლიოს ბევრი ქვეყნიდან და საერთო ჯამში, რა თქმა უნდა, მიზანი არის, რომ მოხდეს საქართველოს როგორც e-commerce-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჰაბის წარმოჩენა ბაზარზე. კი ბატონო, აი დაინტერესებული მაყურებელი, რომელიც ახლა ჩვენ გვიყურებს, როგორ შეძლებს ამ ღონისძიებაზე მოხვედრას? ბილეთები შეძლებელია, ადამიანებმა შეიძინონ სხვა პლატფორმებზე, როგორც არის ტიკეტი და ბილეთები ჯი, შეძლებელია ჩვეულებრივად ეს ვთქვათ, ანუ შეძენა. საკმაოდ დილით დაიწყება, შეატომეთ ბალაში ეს ღონისძიება, ესე ვთქვათ და საღამომდე გაგრძელდება. ბევრი საინტერესო მიმართულება არის, რაც ადამიანებს მისცემს საშუალებას, რომ თუ აქვთ e-commerce ბიზნესი ჩაერთონ თვითონ და ინოვაციები დანერგონ და თუ არ აქვთ, მინიმუმ ალბათ დაფიქრდნენ მაინც რამდენად მნიშვნელოვანია ეს e-commerce დღევანდელ 21 საუკუნეში ტექნოლოგიების ბაზარზე. კი ბატონო და ხელოვნური ინტელექტი e-commerce-ში არის ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც იქნება წამყვანი, შეიძლება ითქვას, e-commerce-ის დღეს. მინდა გკითხოთ ამ ეტაპისთვის რამდენად იყენებენ ჩვენს ქვეყანაში ხელოვნურ ინტელექტს e-commerce მიმართულებაში და რამდენად მზარდია ტრენდი, ვთქვათ, ხელოვნური ინტელექტის ესე აქტიურად დანერგვის და მათ სასარგებლოდ გამოყენების. ადრე თუ ელექტრონული კომერცია გარკვეულწილად ფუფუნებად ითვლებოდა, შეგვიძლია ასეც მოიხსენიოთ, დღეს უკვე ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ეს პროცესი ძალიან გამარტივდა. ხელოვნური ინტელექტის საშუალებით პრაქტიკულად აწყებული ვებსაიტების შექმნით, გაგრძელებული პროცესების ავტომატიზაციით, ეს უკვე ხელმისაწვდომია პრაქტიკულად ყველა ადამიანისათვის და ადრე თუ ამ შრომას ჭირდებოდა რამოდენიმე დეველოპერის, მცოდნე ადამიანის ჩართულობა, დღეს პრაქტიკულად ერთ პლატფორმაში საკმაოდ მცირე თანხის შედეგად შეუძლია ხელოვნური ინტელექტს ყველა ამ სამუშაოს გაკეთება აბსოლუტურად. ტრენდი უდაოდ ძალიან მზარდია და პრაქტიკულად დღეს ყველაზე მეტად ფასობს ინოვაცია, ვინაიდან ტექნიკური ცოდნის სიმცირით უკვე ადამიანებს ნებისმიერ ასაკში შეუძლიათ, რომ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით e-commerce-ში განახორციელონ დაწყებული ვებსაიტის აწყობით, გაგრძელებული გადახდების სისტემის ინტეგრაციით და დამთავრებული ლოჯისტიკის პრობლემით ნაწილით, ანუ მომხმარებისათვის საბოლოო პროდუქტისა თუ მომსახურების მიწოდების ნაწილით, ეს ყველაფერი პრაქტიკულად ერთ სივრცეში შეუძლიათ, რომ განახორციელონ. ტრენდი უდაოდ ძალიან მზარდია, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში. და ვფიქრობ, რომ ჩვენ მომწრევართ რევოლუციის, რომელიც მიმდინარეობს დღეს e-commerce-ის ბაზარზე, განსაკუთრებულად ხელოვნური ინტელექტის ჩართულობით. კი ბატონო, და მე მინდა გკითხოთ AI-ის როლზე ქართულ ბიზნესში, ეს არის მხოლოდ შესაძლებლობა, თუ ახლავს გამოწვევებიც და თუ კი მაშინ რაში გამოიხატება ეს? დიახ, ძირითადად ქართულ ბაზარზე AI-ის ჩართულობა არის უფრო მეტად ახალგაზრდა თაობაში. მისი როლი არის უდიდესი. მისი როლის დახმარებით პრაქტიკულად ტექნიკური მხარე, რაც ძალიან დიდ დაბრკოლებად იყო და განათლება დღეს უკვე გადაწეულია მეორე პლანზე, მეორე უკანა თვითონ ვთქვათ მხარეს. წამყვანი უკვე არის თქვენი სურვილი, მონდომება და გარკვეულწილად უნარები იმისათვის, რათა მიყვეთ და საერთო ჯამში პროექტი განახორციელოთ. გამოწვევებს რაც შეეხება მე პირადად გამოწვევებს AI-სთან დაკავშირებით იმდენად ვერ ხედავ, გარდა მაგალითად ციფრული განათლებისა, ანუ ფაქტორისა, რომ კიდევ უფრო მეტად უნდა ვისწავლოთ ეს მიმართულება, მსოფლიო წამყვანი ტრენდი, რომელიც ფიქრობ, რომ გასაღები არის წარმატების პრაქტიკულად ყველა ქვეყნისა და ყველა ადამიანისათვის წარმატების გზაზე. და კიდევ ერთი სიახლე, ახალი მიმართულება, რაც სულ უფრო ხშირად გვხვდება სხვადასხვა პლატფორმებზე, ეს არის live shopping-ი და სოციმედია e-commerce. რამდენად დამკვიდრდა ჩვენს ქვეყანაში, რამდენად ნდობით სარგებლობს მომხმარებლებში, რომ გითხრათ, საინტერესოა და ასევე გაყიდვების ზრდის თვალსაზრისით, რამდენად მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია ის. დიდი მადლობა შესანიშნავი შეკითხვისათვის. იყო დრო, როდესაც პრაქტიკულად ჩათვალეს სოციალურმა ქსელებმა, რომ ვებსაიტების დრო უკვე წავიდა, ბატონმა ზუკერბერგმა ჩათვალა და შემოგთავაზა Facebook-ის ონლაინ შოპიც, თუმცა აღმოჩნდა, რომ ვებსაიტებს თავისი როლი გააჩნიათ, განსაკუთრებით საბოლოო მომენტში, რომ მომხმარებელმა მიიღოს ყიდვის გადაწყვეტილება, თუმცა დღეს თანამედროვე e-commerce-ის ერთ-ერთ მთავარ ტრენდად დავასახელებდით სწორედ live e-commerce, რომელიც აღმოსავლეთიდან მომდინარეობს, სხვათა შორის
შორის განსაკუთრებით ჩინური ბაზრიდან, სადაც მათ ძალიან კარგად მოახერხეს პრაქტიკულად ამ სისტემის ინტეგრაცია. E-commerce ასოციაციაში იყო ასევე სასწავლო კურსები ამასთან დაკავშირებით, სადაც თვითონ ჩინელი კოლეგები ჩამოდიოდნენ და ასწავლიდნენ საქართველოში მომხმარებელს აი ამ პროცესს. Live e-commerce განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ძალიან შემცირდა მომხმარებლის ყურადღების დრო e-commerce-ში. ადრე მაგალითად თუნდაც Instagram-ზე თუ კი სკროლავდა ადამიანი და თქვენ უნდა მიგებყროთ დაახლოებით 3 წამში თქვენი პოსტით ყურადღება, მხოლოდ 3 წამი ჰქონდათ. ამ შემთხვევაში დღეს უკვე ეს დრო შემცირდა წამნახევრით. აი ამ პროცესს და ეს დრო მუდმივად მცირდება, იმიტომ რომ კონტენტი შემოდის, იზრდება და მუდმივად უფრო ძნელდება მომხმარებლის ყურადღების მიქცევა. Live e-commerce აი ამ პრობლემას ძალიან ცვლის, იმიტომ რომ თქვენ პრაქტიკულად მონაწილე ხდებით ონლაინ ვაჭრობის და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩინეთში ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტრენდია. Alibaba-ზე თითქმის ყველა გამყიდველს თავისი პატარა live კამერა აქვს, სადაც ის მსოფლიოს ესაუბრება ჩინეთიდან პრაქტიკულად. საქართველოში განსაკუთრებით ამკვირდა სოციალურ ქსელებში, როგორც არის ძირითადად Facebook-ი, ძალიან მნიშვნელოვანია TikTok-ი, რომელსაც გარკვეულწილად ამიმართულებით გადაუსწრო კიდეს თვითონაც ვთქვათ, ანუ Facebook-ს და ვფიქრობ, რომ მოვალში ეს ტრენდი კიდევ უფრო გაიზრდება და კიდევ უფრო ბევრ სფეროს მოიცავს. კი ბატონო, გაიზრდება ალბათ საერთაშორისო მომხმარებლებზე გასვლის გზით, რადგან რეალურად ახლა ეს ჩვენს მშობლიურ ენაზე ხდება live ჩართვები და ძირითადად ადგილობრივ მომხმარებელზეა გათვლილი. რამდენად რეალურია, რამდენად მოსალოდნელია საქართველოში e-commerce წარმომადგენლების კომპეტენცია თქვენი შეფასებით, რამდენად გასწვდება იმ შესაძლებლობებს, რომ უახლოეს პერიოდში თქვათ საერთაშორისო ბაზრებზეც გავიდნენ. დიახ, სტანდარტულად როგორც ხდება ხოლმე, ჯერ ხდება მოცვა ადგილობრივი ბაზრის. ხოლო ადგილობრივი ბაზრის შემდეგ უკვე, რა თქმა უნდა, დღის წესრიგში დგება საერთაშორისო ბაზარი. ამ ეტაპზე ქართველი მეწარმეებისათვის თუ კომერსანტებისათვის საერთაშორისო ბაზარი უფრო ETSI-ის პლატფორმით არის მოცული, ანუ პლატფორმით, სადაც ხელნაკეთი ნივთები იყიდება და დღეს ძალიან ბევრი მეწარმე ყიდის თავის პროდუქციას გლობალურ ბაზარზე, განსაკუთრებით ამერიკასა და დასავლეთ ევროპულ ბაზრებზე. თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ალბათ რიგში სწორედ შემდგომი იქნება live e-commerce-ი. აქ გარკვეული წინაღობები არსებობს, იმიტომ რომ ნებისმიერი პლატფორმის ალგორითმი იმ ლოკალურ ბაზარზე ახდენს ეგრეთ წოდებული გავრცელებას ვიდეოსაც, ან პირველ რიგში უჩვენეს იმ მომხმარებელებს, რომლებიც არიან ადგილობრივ ბაზარზე, თუმცა იმდენად სწრაფად ვითარდება ეს პროცესი, რომ დახტება გლობალიზაცია, რომ არეალი ფართოვდება, რა თქმა უნდა, და შეგვიძლია ვთქვათ, რომ e-commerce-ი მსოფლიოს მოიცავს, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, მათ შორის საქართველოს. მიუხედავად თქვენი ძალიან პოზიტიური განწყობებისა, მაინც მინდა გკითხოთ გამოწვევებზე და ასევე ინფრასტრუქტურაზე, რამდენად არის ის ხელმისაწვდომი, რამდენად მიყვება იმ ელვის სისწრაფეს, რაც გლობალურად e-commerce მიმართულებაში არის დღეს დამკვიდრებული. რა პრობლემები აქვს ყველაზე მეტად, რომ გითხრათ, აი ასოციაციის ჭრილში თქვენ რასთან გიწევთ შეხება და რა არის მთავარი თემა დღის წესრიგში, რაც უნდა მოგვარდეს და დაალაგდეს მეტი წარმატებისთვის? დიახ, ძირითადი პრობლემები გახლავთ ალბათ, მე ვიტყოდი ალბათ ციფრული განათლება, გადასახადების სისტემა და ლოჯისტიკური ჯაჭვი, თუ საუბრობთ საერთაშორისო ბაზარზე. ციფრული განათლება ძალიან დიდ პრობლემად რჩება, იმიტომ რომ ძალიან ბევრისათვის ონლაინ კომერცია შემოიფარგლება გემბლინგითა და თუნდაც გარკვეული საკვების შესყიდვით, რაც რა თქმა უნდა ასე არ არის, ონლაინ კომერცია გაცილებით ფართო მასშტაბებით გახლავთ. ასევე საგადასახადო სისტემის ინტეგრაცია გარკვეულწილად პრობლემა რჩება განსაკუთრებით რეგიონების ნაწილში. იყო პრობლემა ლოჯისტიკა, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მხრივ ძალიან დიდი წინსვლა გვაქვს და დღეს უკვე პრაქტიკულად მოცვა გვაქვს მთელი საქართველოსი გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა. შესაბამისად ეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა გლობალურ ბაზარზე გადაზიდვებისა და საგადასახადო თანხის მიღება დღეს ძალიან დიდი პრობლემაა. თქვენ თუ გნებოთ რომ გაყიდოთ პროდუქტი მაგალითად ამერიკაში, რთულია დღეს ამ მომენტში ძალიან, მიიღოთ მაგალითად რომ ჩააშენოთ საგადასახადო სისტემა, იმიტომ რომ ქართული ბანკები არ არის ინტეგრირებული საერთაშორისო ბაზრებთან და მიუხედავად რამოდენიმე კარგი კომპანიის ბოქსეტისა და ასე შემდეგ აქტივობისა, რომ გავიტანონ საქართველოს ამერიკულ ბაზარზე პროდუქცია, მაინც შედარებით ძვირი ღირს ეს მომსახურება. თუმცა რა თქმა უნდა, განწყობა პოზიტიურია, ბაზარი ვითარდება, შემოდის ახალი მოთამაშეები ბაზარზე და ვფიქრობთ, რომ გარკვეულ პერიოდში ეს პრობლემებიც გადაწყვეტად იქნება აუცილებლად. ბუნებრივია, რადგან საბანკო საფინანსო სექტორის ძალიან სწრაფად ვითარდება საერთაშორისო ტრენდებთან მიმართებაში,
შესაბამისად ეს გამოწვევა ალბათ e-commerce მიმართულებას ძალიან მალე აღარ ექნება. მე მინდა კითხოთ შემოსავლების ნაწილზე. მცირედი კლების შემდეგ წელს როგორია მოლოდინი e-commerce-ში შემოსავლების ზრდასთან მიმართებით, რადგან ახლა სწორედ იწყება საკმაოდ აქტიური პერიოდი, ხომ ასეა თქვენთვის? დიახ, მართალი ბრძანდებით, e-commerce-ისთვის პრაქტიკულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ეს შავი პარასკევიდან დაწყებული, აი ეს ახალი წლის პერიოდია, სადაც ყველაფერი გადახურებულია და შემდგომში ისვენებს თვითონ გარკვეულწილად ბაზარი. ველოდებით ზრდას, საერთო ჯამში e-commerce-ის ზრდა სტაბილურად გახლავთ საქართველოში 15%-დან თითქმის 20%-მდე. ეს გარკვეული კლება იყო დამაკავშირებული სავარაუდოდ კიდევ ერთხელ პანდემიის ეფექტთან, რომელმაც ძალიან დიდი ხელისუფლის ეფექტი იქონია თვითონ ის ვთქვათ, ანუ ბაზარზე და ძალიან დიდი ზრდა გამოიწვია, თუმცა ლოგიკური იყო აი ამის შემდეგ გარკვეულწილად ბაზრის დასვენება. თუმცა სტაბილურად იზრდება e-commerce ბაზარი საქართველოში, საკმაოდ სანდო წყაროების მიხედვით ახლობით 9 მილიარდ ლარს მიაღწევს არც თუ ისე შორეულ მომავალში ქართული e-commerce ბაზარი და მიახლოებით 15%-იანი სტაბილური ზრდა არის. ნუ აქ ამ კუთხით ცოტა პრობლემური არის ის, რომ ძირითადი სექტორები ეს არის გემბლინგი და კვების თვითონ ეს ვთქვათ მიმართულება, თუმცა ეს ლიდერი მიმართულებები პრაქტიკულად ლოკომოტივის როლს ასრულებენ და ყველა სხვა სფეროს გარკვეულწილად თან რთავენ. იზრდება ასევე განათლების პროცესიც აი ამ მიმართულებით და მოლოდინები უდავოდ პოზიტიურია. და აუცილებლად უნდა გთხოვოთ რამდენიმე ესეთი ბულეტი რჩევა ახალგაზრდა სტარტაპერებისთვის, რომლებიც ფიქრობენ ონლაინ კომერციაზე. რითი უნდა დაიწყონ და რა გაითვალისწინონ ყველაზე მნიშვნელოვანი მათ? ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ბაზრის ანალიტიკა. პირდაპირ რა უნდა გავყიდოთ ის რისი გაყიდვაც ქნება სურთ ჩვენ. მნიშვნელოვანია რომ ჯერ გავხდეთ ბაზარზე ანალიზი, ვნახოთ თუ რაზეა მოთხოვნა და ხოლმე ამის შემდეგ დავიწყოთ მოქმედება. ამისათვის გამოადგებათ ადამიანებს აუცილებლად SEO, საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია, search engine optimization, რომლის პირველი ნაწილის გახლავთ ეგრეთ წოდებული ბაზრის ანალიტიკა. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ Google-ში რას ეძებენ ადამიანები, ყოველთურად როგორი არის ამოთხოვნა, ამ სიტყვაზე მოთხოვნა, რა კონკურენცია არის. ძალიან მარტივად ნახოთ როგორია მოთხოვნა, როგორია კონკურენცია, მოძებნოთ ისეთი ნიშები, სადაც დიდი მოთხოვნა და ნაკლები კონკურენცია. გავასწრებ მომლებს და გეტყვით, რომ საქართველოში უამრავი მსგავსი ნიშაა და თქვენ შეგიძლიათ მარტივად შეხვიდეთ აი ამ ნიშაში და როდესაც ნახავთ სიტუაციას ბაზარზე, ამის შემდეგ დაიწყოთ მოქმედება. ამ შემთხვევაში თქვენ ძალიან მარტივად შეძლებთ კონკურენციის დაძლევას და მიიღებთ Google-დან მინიმუმ და სხვა საძიებო სისტემიდან მოხმარებლებს, რომლებიც რა თქმა უნდა თქვენი პრაქტიკულად უფასო პირველი მოხმარებლები იქნებიან. და ლეონ, მოდით ვარემ ბოლომდე ვიყოთ პროდუქტიულები რჩევის ნაწილში და სამი ტოპ ნიშა ჩამოგვითვალეთ, რომელიც არის ყველაზე მიმზიდველი ამ ეტაპისთვის კაპიტალტევადი და იქნება მომავალში მომგებიანი. კეთილი, ლოკალური თუ გლობალური ბაზრისთვის? იყოს ლოკალურიც და გლობალურიც. კეთილი. ალბათ ლოკალური ბაზრისათვის მე მომსახურების ნიშას ავირჩევდი, გადაზიდვები, მგზავრთა გადაყვანა ავირჩევდი როგორც ძალიან მნიშვნელოვან და საინტერესო ნიშას. ასევე ავირჩევდით კვების ინდუსტრიაში გარკვეულ მიმართულებებს და ბავშვების სათამაშოების მიმართულებით ავირჩევდით თვითონ ვთქვათ ანუ მიმართულებას. რაც შეეხება გლობალურ ნაწილს, ალბათ აქ უფრო ციფრულ ფაილებზე გავამახვილებთ ყურადღებას, ციფრულ პროდუქტებზე, როგორიც არის ეგრეთ წოდებული გაიდები, საჭრელი ფაილები, ლაზერული ჭრის ფაილები და ასე შემდეგ. მეორე ნაწილი ალბათ ქართული კულტურული მიმართულებები იქნებოდა, მაგალითად ხელნაკეთი აქსესუარები, ნიშური, თექის მიმართულება, მაგალითად განსაკუთრებით და მესამე მიმართულება ჯობია რომ ალბათ SEO-ს ჩავხედოთ, იმდენად არ ახსენდება. ალბათ ნუ ისევ და ისევ ქართულ რაღაცა კუთხეს ავიღებდი, უბრალოდ ჯერ კიდევ ნახავდი ავთენტურობასთან კავშირში, რომელსაც ალბათ მოვარგებთ თანამედროვეობას და შევთავაზებთ როგორც რომელიც ძალიან საინტერესო ხალხის გლობალური ბაზრისთვის ქართული თვითონ ვთქვათ ანუ კულტურული მიმდინარეობები. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ლევან სტუმრობისთვის, საინტერესო საუბრისთვის და რჩევებისთვის. დამატებითი კიდევ ინფორმაცია და ინტერესებულ მომხმარებელს რა თქმა უნდა 31 ოქტომბერს e-commerce დღეზე შეუძლია მიიღოს და მოისმინოს და ასევე დაამყაროს კონტაქტები საერთაშორისო პარტნიორებთან. ლევან მოვლაშვილი ონლაინ კომერციის ასოციაციის პრეზიდენტი და ექსპერტი საუბრობდა ჩვენს ეთერში